მოგესალმებით ეთერში გადაცემა ბარიერი მე მისი წამყვანი მაია მამულაშვილი ვარ ტრანსგენდერთა კლუბი თბილისში ვინდა რატომ ითხოვს ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერისთვის ამ სახელწოდების მინიჭებას რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს გაითვალისწინებენ თუ არა საკრებულოს წევრები ასევე საკრებულოს თავმჯდომარე იმ ფაქტს რომ როგორც LGBT უფლებადამცველები ამბობენ ტრანსგენდერთა მიმართ მუდმივად ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება ძალადობა და იქნება თუ არა ეს მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯი როგორია კვლევები და სტატისტიკა რა წერია სახალხო დამცველის ანგარიში შეიცვალა თუ არა ბოლო წლების განმავლობაში უფლებების დარღვევის კუთხით სიტუაცია თუ პირიქით გაუარეს და თუ გაუმჯობეს და ამ თემასთან დაკავშირებით საუბრობთ დღეს მთელი გადაცემის განმავლობაში გარდა ამისა ჩვენ ასევე ვისაუბრებთ როგორია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება და ქმედება როდესაც ასეთი შემთხვევებია და რატომ ფიქრობენ LGBT უფლებადამცველები რომ სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში არის ძალიან დიდი და სახელმწიფოს მხრიდან ყოველ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული განცხადებები ხშირ შემთხვევაში მათი თქმით ხელს უწყობს ჰომოფობიური განწყობების გაღვივებას საზოგადოებაში. მე ამ თემით ვხსნით დღევანდელ გადაცემას, ჩვენ გვექნება პირდაპირ ჩართობის, თუმცა მანამდე საუბარი უნდა დავიწყო სტუდიის სტუმრებთან და წარმოგიდგენთ მათ ზვია ტომარაძე, საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის დირექტორი გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან, ბესო დანელია, ბექა გადაბაძე LGBT ასოციაცია თემიდან და თანასწორობის მოძრაობიდან ლევან ბერიანიძე მოგესალმებით და მადლობა რომ დღეს ჩვენი სტუმრები ხართ ჩვენ ოდნავ მოგვიანებით ნათია ღვინიაშვილი შემოგვიერთდება ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფიდან მანამდე მე სტუდიის სტუმრებთან უნდა დავიწყო საუბარი ბექა თქვენგან მინდა დავიწყო და პირველი შეკითხვა დაგისვათ ჩვენ დღეს საუბრობთ უფლებებზე უფლების დარღვევის შემთხვევებზე რამდენად იცავს სახელმწიფო ტრანსგენდერთა უფლებებს და ასე შემდეგ მაგრამ აი პირველ რიგში დღევანდელი თემით მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი ანუ დღეს ნახეთ ინფორმაცია რომ ინიციატივა გაჩნდა საკრებულოსში შეიტანეს ყოველ შემთხვევაში ეს ინიციატივა რომ აი ამ სკვერს დაერქვას ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერთა სკვერი თქვენ როგორ უყურებთ ზოგადად ასეთი ტიპის ინიციატივებს ჩვენ გვახსოვს მის ტრანსგენდერი 2017 კონკურსთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციაც რომელიც შემდეგ შეიცვალა იმიტომ რომ სოციალურ ქსელში როგორც ნახეთ ძალიან დიდი აგრესია წამოვიდა და ამიტომ ძალადობის ფაქტები რომ არ ყოფილიყო ეს საკითხიც შეჩერდა გადაიდო ყოველ შემთხვევაში თქვენ როგორ უყურებთ ზოგადად აი ასეთ საკითხებს ფიქრობთ თუ არა რომ საჭიროა ასეთი ნაბიჯების გადადგმა და ეს რაღაცნაირად იქნება უფრო ამ ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯი თქვენ თვითონ მოგესალმებით, თქვენ თვითონ გაყავით რაღაცნაირად თემა უფლებრივ ნაწილზე, ალბათ შედეგი მოგეცემა საშუალება. რაც შეეხება ხილვადობის იმ ტიპის ღონისძიებებს, რომელზედაც ეხლა საუბრობდით, რაც შეეხება პარკის თემებს, ეხლა მე ამ აპირადად არ შევხედრივ ადამიანებს, ვისაც მსგავსი მოთხოვნით შეიტანენ ყოველ შემთხვევაში საკრებულოში განცხადებას. უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ რეალურად პრინციპში ჩვენ რომ იდეალური საზოგადოება გქონდეს, სადაც ფობიები და განსაკუთრებით ფობიები დაკავშირებული ტრანსგენდერ ადამიანებთან იქნებოდა ნაკლები, ალბათ ამ ტიპის ინიციატივებს მხარდამჭერები ეყოლებოდათ. მე არ ვიცი ამ ადამიანების мотиваცია და კარგად იაზრებენ თუ არა იმ გარემოს, რომელ გარემოშიც ჩვენ დღეს ცხოვრობთ. ვიქანი мотиваცია, ანუ განმარტებული იყო, რომ მაინც ეს სკვერი ისედაც უბრალოდ სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, იმიტომ რომ ისედაც ტრანსგენდერთა სკვერია, იმიტომ რომ ეს ადამიანები აქვს სხვადასხვა აქტივობებს გეგმავენ, აქციებს მართავენ, ხეებს რგავენ და ასე შემდეგო და ამიტომ, ანუ ასეთი განმარტება წავიკითხე ყოველ შემთხვევაში ინფორმაციაში არ ვიცი. და სწორედ ეს თქვი მე, ანუ როდესაც, ანუ საკრებულომ რომ ამ თემაზე გადაწყვეტილება მიიღოს, შესაბამისად რაღაცა ტიპის განწყობები საკრებულოს შიგნითაც და საზოგადოებაში უნდა არსებობდეს. შესაბამისად ინიციატივებს, რომელზედაც რაღაცა არანაირი რეაგირება არ იქნება და უბრალოდ რაღაც ტიპის ხმაურის შექმნისთვის არის გამოწეული, მე ამ ინიციატივების აზრს ვერ ხედავ, დიდად გითხრათ სიმართლე. რაც შეეხება, თქვათ, მეორე ღონისძიება ახსენეთ, მის ტრანსგენდერი 2017, რომ მე როგორც ვიცი, ეს არის აქტივი ტრანსგენდერ ქალთა ინიციატივით, რამდენიმე ტრანსგენდერი ქალის ინიციატივით წამოწყებული ღონისძიება, რომლის სამიზნე აუდიტორია იყვნენ მხოლოდ ტრანსგენდერი ქალები, ამიტომ უბრალოდ ასევე მგონია რომ პრობლემატური იყო ამ ღონისძიების public დაანონსება, იმიტომ რომ ამან გარკვეულ ფაშისტურ ჯგუფებს თუ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ თემებით აპელირებენ გარკვეული სატოპკე ჭალებში ინფორმაცია გაუჩინათ, სინამდვილეში ეს იყო ღონისძიება, რომელიც იყო თემის წევრებისთვის განკუთვნილი, ასევე პრობლემატური ჩემთვის. პრობლემატური ასევე ჩემთვის, იმიტომ რომ თქვათ მას არ აქვს ის შინაარსი, რომელიც ეხა შეიძლება მე მომწონდეს.
გასაგებია. კარგი. ლევანს მივცემ სიტყვას, რაღაცაში არ გვეთანხმებოდა, მე მგონი ინფორმაციაში, ხო, რომელიც გახსენე. ანუ კი ბატონო, ანუ თქვენ რა იყო მაი мотиваციაზე, როდესაც საუბრობთ, ანუ რა იყო თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ანუ ამ შემთხვევაში სკვერთან დაკავშირებით და შემდეგ აუცილებლად კონკურსთან დაკავშირებით მოგვახსენეთ. თუ არ ვწდები ეს ინიციატივა გაჩერდა გიორგი ტატიშვილის მხრიდან. კი ბატონო. რომელიც ცნობილი არის თავისი ამ პროვოკაციული ნაბიჯებით LGBT თემის საწინააღმდეგოდ, მუდმივად ეს ადამიანი აკეთებს ისეთ რაღაცებს, რაც აზარალებს LGBT ადამიანებს, ანუ კიდე დამძიმებულ გარემოს კიდევ უფრო ამძიმებს და ისეთი განცხადებები და ისეთი ინიციატივებით გამოდის, რომელიც უფრო მეტ აგრესიას იწვევს და მას ეს გათვლილი აქვს სპეციალურ წინასწარ და ამას გეგმავს ზუსტად ამის გამოც. ეხლა მაგალითად ტრანსგენდერის ტრანსგენდერთა სახელის მინიჭება ამ სკოლებში არის ტრანსგენდერი ადამიანებისთვის მეასე ხარისხოვანი, იმიტომ რომ მათ უამრავი სხვა პრობლემა აქვთ. და ეხლა ტრანსგენდერი რა პრობლემები აქვთ ანუ გადავალ მაგ საკითხს უბრალოდ აი მაცაცოზე და გიორგი ტატიშვილის ინიციატივაზე მინდა რომ ნათელი იყოს საზოგადოებისთვის, რომ ეს ადამიანი თავიდან გამოვიდა რაღაც ქორწინების ინიციატივით, იქამდე რაღაც LGBT ადამიანების წინააღმდეგ მართავდა აქციებს, მუდმივად პროვოკაციულ ნაბიჯებს გავს ყოველთვის და ხა საზოგადოებას მინდა ვუთხრა. ანუ როგორ ფიქრობთ, აი ასეთ პროვოკაციულ ნაბიჯებს რატომ უნდა დგამდეს? ანუ ეს თუ ისევ ტრანსგენდერ პირთა მიმართ იქნება, ანუ საწინააღმდეგო შედეგს გამოიღებს. სამწუხაროდ, ანუ საზოგადოებას მინდა ვუთხრა პირველ რიგში, რომ ამ ადამიანის იდენტიფიცირებას ნუ მოახდენენ LGBT ადამიანებთან, იმიტომ რომ ეს არის განყენებულად ერთი პიროვნება. და რაც შეეხება მის მიზნებს, ახლა ეს პირადად მე ამ ადამიანს არ ვიცნობ და არ შეხვედრივ, მაგრამ ძალიან ბევრი გონივრული ეჭვის საფუძველი მაქვს იმისი, რომ ვთქვა, რომ ეს ზუსტად იმ ადამიანების მიერ არის დაფინანსებული და გაძლიერებული და მხარდაჭერილი, ვისაც LGBT ადამიანები, ასე ვთქვათ, გულზე არ ეხატება და მათ წინააღმდეგ ცდილობს რაღაც ნაბიჯებს. ხო. იმიტომ ძალიან კარგი თუ ინსტრუმენტი არის ეს ადამიანი, რომ ამ ადამიანს გამოუშვებენ, რაღაც სათქმევინებენ და შემდეგ სხვა ადამიანები ხდებიან ამ ადამიანის ინიციატივის გამო ძალადობის ხდება. ლევან, როგორ ფიქრობთ? და შეეხება ეხლა უკვე კონკურსს და ეს ორი საკითხი ჯობია რომ ერთმანეთთან გავყოთ, იმიტომ რომ კონკურსს არ უკავშირდება. კონკურსს შეეხება ეს უნდა ვიცოდეთ, რომ LGBT ადამიანს განსაკუთრებით ტრანსგენდერ ადამიანს და განსაკუთრებით ტრანსგენდერ ქალებს არ აქვს თითქმის არანაირი გართობის დასაქმების სხვა კაცებიც არიან, ქალებსო რომ უსვამთ ხარ. არანაირი აქ რომ მომძანდებით ესეც საკითხები ალბათ უნდა იცოდეთ. არანაირი ასეთი სერვისებისადმი ტრანსგენდერები ქალები არიან თუ კაცები არიან, ანუ რა უნდა ტრანსგენდერი კაცების ასწავლება გადაგელებული მამლების და გამამლებული დედლების შესახებ ცოდნას რა მთხოვს? ასე გავაგრძელებთ და ჩვენ დავტოვებთ სტუდიას. ასე გავაგრძელებთ. თქვენი ბენეფისი არ არის ეს. არა, თქვენ დატოვებთ თუ არ დატოვებთ ეს თქვენი ნება, თქვენ საერთოდ არ უნდა მოგძანდეთ და არ მოდიოდეთ. ბატონო, ამ ადამიანს ვიცით ჩვენ და ამიტომ ჩვენ გადასაწყვეტი დაფინანსებული პარტია არ მომოდიოდეს. სანამ სიტყვას მოგცემდა ლევანი. არა, უკაცრავად, არა, ეწყინაზე უკაცრავად პირად საკითხებს უნდა გადავალთ, განცხადებები უნდა გავაკეთოთ. ძალიან ხო მოგიწოდეთ უბრალოდ ნებისმიერ შემთხვევაში ყველა სტუმარს მოგიწოდეთ რომ იყოთ კორექტული. კორექტულად შეკითხვა დავსვით ხალხო მაია. არა, მოგცემთ თავის დასმის უფლებასაც და რეპლიკის უფლებასაც უბრალოდ ძალიან გთხოვთ განცხადებებში მაქსიმალურად ვიყოთ კორექტულები. რაც შეეხება ხო გავაგრძელო ეს თემა. ლევან დაასრულეთ და შემდეგ ტრანსგენდერ ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს არ აქვს ხომისწომა თითქმის არანაირი სოციალიზაციის თუ გართობის საშუალებებისადმი. რამდენიმე ტრანსგენდერმა ადამიანმა გადაწყვიტა რომ გააკეთებინა რაღაც კონკურსი, სადაც ისევ ტრანსგენდერი ადამიანები ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ რაღაც ხედვებს, გაერთობენ და ასე შემდეგ. ამისთვის თხოვეს რომ ოფისში დაგვეთმო. ეს არ იყო არაფერი რაღაც საჯარო დიდი ღონისძიება, იყო რაღაც ვიწრო წრეში გაკეთებული, ბოლოს ეს ღონისძიება დაიდო საჯაროდ. როგორც წესი, რაღაც ჩვენთან სხვა ღონისძიებები იმართება ხოლმე, რაღაც ფილმის ჩვენება, ტრენინგები, ვორქშოპები ასე შემდეგ და ესენი იდება ხოლმე საჯაროდ. და ესეც დაიდო საჯაროდ, ანუ ხა არ ქონა იმაზე გაცვლა, რომ ამას მოყვებოდა ამხელა აგრესია. სამწუხაროდ მოყვა. და ნუ ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ხა თქვათ ეს ღონისძიება უნდა ყოფილიყო რაღაც თავისთვის გასართობა და ხა რო იფიქრეს, რომ ხა იქ ვიღაც ადამიანები შეიძლება მოვარდნილიყვნენ, ცემატკა პანტყდარი იყო და ხა შეიძლება აღარ უღირდათ ამის ჩატარება და პრობლემები ახსენეთ და ამაზეც მინდა რომ აი თუ შეგიძლიათ ამ თემას გავშლით, რა თქმა უნდა, შემდეგ უფრო ვცად ვისაუბროთ, უბრალოდ თუ შეგიძლიათ ჩამოთვალოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, რა პრობლემები აქვს დღეს და შემდეგ აი ბატონ ბესოს და ბატონ სოციალისტს. პირველ რიგში ყველაზე ნათელი მაგალითი ამ ადამიანის პრობლემების არის ის, რომ თითქმის 100% აი ალბათ ერთი ადამიანი მახსენდება ალბათ მე დანარჩენს ვისაც ვიცნობ და ვისაც არ ვიცნობ იმათაც 99.99% არის დაუსაქმებელი. ხო? ამ ადამიანს არავინ არ ასაქმებს, არანაირი შემოსავლის წყარო ამ ადამიანებს არ აქვს, ასე შემდეგ.
მეორე ის რომ ანუ ამის გამო რადგან ისინი არიან იმიტომ რომ ეხლა როდესაც უამრავი ადამიანს აქვს ამ ადამიანებისადმი აგრესია და დამცინავი დამოკიდებულება, როდესაც მიდიან ისინი გასაუბრებაზე ნებისმიერ ადგილზე, ნუ არავის არ უნდა ესეთი ადამიანის სამსახურში აყვანა. მეორე უამრავ ადამიანს, რომელსაც მე ვიცნობ პირადად, არიან ფაქტიურად შინა პატიმრობაში. დღისით ეს ადამიანები თითქმის გარეთ ვერ გამოდიან, იმიტომ რომ ეშინიათ იმ აგრესიის, რასაც ისინი მიიღებენ. ხა თქვა რომ ადგეთ და ნებისმიერ ერთ ტრანსგენდერ ადამიანს რომ გაყვეთ უბრალოდ კამერით ქუჩაში შუა დღეს რომ გაეროს ნებისმიერ ქუჩაზე, ნებისმიერ. თქვენ შეძლებთ დააფიქსიროთ ის აურაცხელი აგრესია, რასაც ეს ადამიანები გაივლიან. სიტყვიერე შეურაცხყოფა, ვიღაცამ შეიძლება რაღაც ესროლოს, ვიღაცამ შეიძლება თავში რაღაც გადაატეხოს, აი მუდმივად. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ, ანუ LGBT პირებზე ზოგადად კი არა, განსაკუთრებით ტრანსგენდერ ადამიანებს რო ეტყობათ, ანუ ადვილი შეფუჩნეები არიან, ხა შეიძლება ვიღაცა გეი იყოს და ლესბოსელი იყოს, ხა ქუჩაში მაინც და მაინც არ ეტყობოდეს რომ მიდის, ხა ტრანსგენდერ ადამიანებს უფრო მარტივი შეფუჩნეები არის და გაათმაგებული არის ეს აგრესია. კიდევ თუ არის ჩამოვთვალოთ, თუ გახსენდებათ ამ წუთას ყველა სფეროში, ეს სფერო არ არსებობს, სადაც ეს ადამიანები პრობლემას არ ანუ რეალურად ჩვენ რომ დავასრულოთ, არსებობს ახლა ჩვენ მე მიყვარს ხოლმე რაღაცა კვლევებზე ამაზე საუბარი, არსებობს ასეთი კვლევები, რომელიც აჩვენებს ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებებს. ქალებთან მიმართებაში, ტრანსგენდერ ქალებთან მიმართებაში ეს საჭიროებები ასე რომ გულისხმობს უსახკარობის სერიოზულ პრობლემას, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხნის განმავლობაში, როდესაც თქვა ოჯახისთვის მიუღებელია პირის გენდერული იდენტობა, შესაბამისად ადამიანი რჩება ქუჩაში, განსაკუთრებული პრობლემა გვაქვს არასწორწლოვანი ტრანსგენდერებთან მიმართებაში, რომელსაც აბსოლუტურად, ანუ საკუთარი გენდერული გამოხატვის ნებისმიერ ფორმას აუკრძალავენ, ფიზიკური ძალადობა ოჯახში, ბულინგი სკოლაში. ნუ მაგს წარმოიდგინეთ დაახლოებით აი 50-მდე ტრანსგენდერთან, რომელთანაც შეხება მქონია და მხოლოდ ერთადერთი ადამიანი არის, ვინც მოახერხა უნივერსიტეტში სწავლა. მხოლოდ ერთადერთი. ამიტომ აი ეს პრობლემები, რომლებიც ზოგადად ამ ჯგუფს აწუხებს, არის იქიდან გამომდინარე, რომ თქვა საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია ამ ადამიანების შესახებ და ჩვენ თუ არ გავიგეთ, რომ ვინ არიან ტრანსგენდერი ადამიანები, ტრანსგენდერი ხალი ვინ არის, ტრანსგენდერი კაცი ვინ არის, რა სამედიცინო საჭიროებები აქვს ამ ადამიანს, რა სქესის აღიარებასთან დაკავშირებული საჭიროებები აქვს, აი ეს ამაზე უნდა იყოს დღევანდელი ჩვენი დისკუსია, ვიდრე იმაზე, რომ ეხლა აქ ვიდებატოთ ტრანსგენდერი ადამიანები არსებობენ თუ არ არსებობენ და სიძულვის ენაში გადავიდეთ. არა, გასაგები არა, ამასთან დაკავშირებით სულ საკითხი უზრუნყოფილი იქნება. ბატონ ბესო, აი პრობლემებზე აკეთებდნენ აქცენტს ლევანის ბეკაც და გამოიკვეთა დასაქმების პრობლემა ის, რომ დასაქმებას და სწავლა-განათლების, ანუ გარეთ გამოსვლაზე არის საუბარი. მე გადავხედე, არ ვიცი, ხა კვლევები თუ შეიძლება ამას დაერქვას, იდენტობის მიერ იყო სოციოლოგიური კვლევები ჩატარებული 2011-12 წლებში, 13-14 წლებში ან 15 წლამდე და რომ გადავხედე ამ გამოკითხვებს, პროცენტული მაჩვენებლები იქ ოჯახში ძალადობა იქნებოდა თუ გარეთ ფსიქოლოგიური ძალადობა, ფაქტობრივად არ არის არაფერი შეცვლილი უკეთესობისკენ, ანუ ამ წლებს თუ გადავხედავთ. თქვენ რა შეფასებას გააკეთებთ ამას? ნუ ახლა კონკრეტული შეკითხვის შინაარსი ქალბატონო მაია, მე გავიგეს პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისათვის. მივესალმები ჩვენს მაყურებელს და აქ საუბარი არის სექსუალურ უმცირესობებზე, მინდა რომ აი ბატონებს და ასევე სექსუალურ უმცირესობებს სამძიმარი გამოუხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა მათი LGBT დროშის შემქმნელი გილბერტ ბეიკერი და ალბათ ამ ადამიანებს ახლა ეს ძიმე არის მათთვისაც და რა ვიცი სამძიმარს უცხადებ. რაც შეეხება კონკრეტულად მათ უფლებებს, საქართველოს კანონმდებლობაში ნათლად არის გაწერილი და შავი თეთრზე წერია, რომ ნებისმიერი ადამიანი მისი სექსუალური ორიენტაციის, რელიგიის თუ კანისფერის მიუხედავად არის თანასწორი და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული. გეთეხებით კანონის ენაზე ბოდიშემ გაწოდებული კანონის დონეზე წერია, რომ არის თანასწორი. რეალობაში თანასწორი. რეალობაში რა ხდება? მოდით ვთქვათ ესე, რეალობაში ხა საუბარი იყო, რომ ეს ადამიანები, ნუ ეს ლესბოსელები და ეს გეები გამიგია, ანუ ეს ტრანსგენდერებიც არსებობენ და ეს არიან ადამიანები, რომლებიც როგორც ბატონი ბაბა ძანეს იწვევენ სერიოზულ აგრესიას ხალხში. ანუ მე რამდენადაც ვიცი, ესენი მამაკაცები არიან, ხო, ტრანსგენდერები. ანუ თუ ქალებიც არის, ქალებიც არიან. ქალი რომელიც მამაკაცად თulis თავს და მამაკაცი რომელიც ხო, მაგრამ დაბადებით ხო მამაკაცები არიან ესენი. არა, ქალი შეიძლება იყოს, რომელიც კაცად გადაკეთდა. ანუ გასაგები, ანუ მამაკაცი, რომელიც ქალბატონის სამოში ჩაცმულია, მოდის ჩვენს ქალაქში და იმ ქალაქში, სადაც
100,000-ობით ადამიანი იმისთვის დაიღუპა და იმისთვის გაწირა თავი ამ ქალაქში. კაცი ერქვას, ქალს ქალი ერქვას და როდესაც ეს ადამიანი აგრესიას იწვევს, არ უნდა იყოს გასაკვირი და გასაოცარი. სრულიად აი მართლა ადამიანურად ვამბობ, ეს არის ძალიან დიდი ბატონებსა, მაშინ რატომ არ არის გასაკვირი და გასაოცარი? თანასწორი აქ რაზე არის? თანასწორი მიმართულებით, სწავლაგანათლების მიმართულებით, დასაქმების კუთხით, ქუჩაში სიარულის კუთხით, ანუ თანასწორობაზე როცა გასაგებია კანონში წერია, რომ არავის უფლება არ უნდა შეილახოს და დაირღვეს იმის გამო, რომ ის საზოგადოების დიდი ნაწილი არის. ნუ აქ კონკრეტულად რაზე არის საუბარი? ეს არის მიუღებელი საზოგადოებისთვის. ქვეყანაში, რომელშიც 97% არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, ქვეყანაში, რომელშიც 97% თulis, რომ კაცი უნდა ერქვას, ქალს ქალი უნდა ერქვას, კაცმა ქუჩაში კაბით არ უნდა იაროს და რეალურად ის, რასაც ქვია ქართული ოჯახი, რასაც ქვია ქრისტიანული ტრადიციული ოჯახი, ეს არის ადამიანებისთვის მიუღებელი. რეალურად ბატონები რომ გამოდიაჩნია რაღაც თემაზე, ასე შეკითხვა მინდა დავსვა და შემდეგ ბატონზეც მიცეთ სიტყვა. დაუშვათ 97% ესეც პირობითი არ ვიცი. ხო, პირობითად თქვა. 97% რაღაც საკითხთან მიმართებაში თulis რომ ეს ასია. ეს ნიშნავს თუ არა და ამართლებს თუ არა იმ ძალადობას, რა ფაქტებსაც ძალადობას არაფერი არ ამართლებს. მე ძალადობის მოწინააღმდეგე ვარ, მაგრამ აქ არის ერთი რამ ნათელი, რომ რეალურად ადამიანები მე ზუსტად ვიცი რომ არავის სახლში არ უვარდებიან. მე ზუსტად ვიცი რომ თავის საძინებელში ვისაც უნდა ძალიან ცუდი უვარდებიან და ამისთვის არსებობს სამართალდამცავი ორგანოების ამისთვის არსებობს პოლიცია პროკურატურა თუ უვარდებიან ეს იქნეს აღკვეთილი და კანონის შესაბამისად დაისაჯონ მაგრამ როდესაც აქ რაღაც სილამაზის კონკურსებზეა საუბარი რაღაც წვერების გასნა ეს არის ქალბატონო მაია უკვე პროპაგანდა და პროპაგანდას ეხა ჩვენ ეხა მედაზვიად რომ გამოვიდეთ და დავიწყოთ რომ ჩვენ კაცები ვარ და ვართ ჰეტეროსექსუალები და ქალები გვიყვარს ეხა ამის ყვირილო დავიწყოთ იგივეა რომ გამობრძანდეთ ბატონები თუ მომყვებით დაგიმტკიცებთ რომ იგივეს აკეთებთ როგორ იგივეს ანუ თქვენ გამოდიხართ ყოველდღე ქუჩაში როგორც ჰეტეროსექსუალი კაცი და ამას ყვირით როგორ ამას აკეთებთ თუნდაც იმითი რომ თქვენ შეყვარებულთან ერთად პირობითად სოციალიანი კაცი ვარ. კი ბატონო, თქვენს მეუღლესთან ერთად ქუჩაში მიბრძანდებით და ხელს ჩაკიდებთ სავარაუდოდ ქორწინების თემატიკით თქვენთან თქვენს ოჯახთან ერთად დაუჯახდით და შესაბამისად ეს განცხადება უკვე გააკეთეთ. ანუ ყველა ახლაც ამ წუთას ამ სტუდიაში ასევე განაცხადებთ რომ ჰეტეროსექსუალი კაცი ბრძანდებით. თუ სახელი ხო ბექა ანუ ეს მე რასაც ვაკეთებ და ეს რასაც ჩვენ ვაკეთებთ ეს არის ნორმა ეს არის ამ ქვეყანაში მიღებული საუკუნეების განმავლობაში დადგენილი ნორმა რომელიც არის ნორმალური ადამიანების უმრავლესობისათვის არა ნუ ეხა ნორმიდან გადახრა სხვა არის ეხა ზოგიერთი ადამიანის არის თქვენ თვითონ ნორმა როგორ გესმით მე ნორმა მესმის რომ კაცია კაცი უფალი უფალი არის ნორმას ღმერთმა დააწესა კაცი უნდა იყოს ნორმას თუ ქალი უნდა იყოს ქალი ტრანსგენდერი ანუ ჩვენ ადამიანი რომელიც განხილვაში მოვედით ახლა როგორ განხილვაში ჩვენ აქ თეოლოგიურ განხილვაში მოვედით სამედიცინო თემაზე საუბრობთ სოციალურ თემაზე საუბრობთ ანუ ბექა თქვენ თვითონ ანუ ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის არ ხართ ხო არა ტრადიციული სექსუალური ორიენტაცია რას ნიშნავს მე გეი ვარ ანუ თქვენ გეი ხართ ხო ტრადიციული რას ნიშნავს ტრადიციული როდესაც კაც უყურს ქალი ტრადიციული ანუ ქალს უყურს კაცს ტრადიციული სიტყვა როგორ გესმით თვითონ ტრადიციული მე ტრადიციული არის ისტორიულად არსებობდა ისტორიულად თქვენს გეებიც ყოველთვის არსებობდით კაცო ისტორიულად გეებიც იყვნენ მაგრამ ეს გეობა ყოველთვის სირცხვილი იყო და ეს გეები იყვნენ ჩუმად და ეხლა ჩვენ ერთად ვიხართ ასე ბატონო ჩემო მე-19 საუკუნეში შრომითი უფლებები გამოთქმის უფლება შრომითი უფლებები თქვენი აზრის გამოთქმის უფლება შრომ ეხა მე იმას გადავიხრო მონობას არ დაგაწყებიოთ ადამიანმა შიმშილმა დაიფოცებოთ არა ღმერთმა დამიფოროს მე ამაზე საუბრობთ რომ ეს პრობლემები არის შეხედულება მაქვს მე ვთვლი რომ ღმერთი რომ ადამიანს გააჩენს კაცად და აი ამ ხელა მადლს იმას რომ კაცად გაგაჩინა მოგცემს და
შენ რო იმის ბედნიერება ასევე ღმერთი ასევე შენ რო იმის ბედნიერება თამომავლობა დატოვო ნუ თეოლოგიური დებატი ადამიანი შემოხედავს სიმპათიური ვაჟკაცი კაცი დაიბადე დაიძახი მე კაცები მიყვარცო ეს არის აგლობა ბატონ ზვიაც უნდა მივცეთ სიტყვა რომ დრო გადავანაწილოთ ბატონესო მადლობა რომ ნაჩვენებ ველოდება თქვენი ცხოვრება თქვენი ცხოვრება რა პირად საკითხებზე არ ვსაუბრობ ჩვენს უფლებებზე იმ უფლების დარღვევაზე რომელიც ყოველთვის ჩვენი კანონმდებლობით ამ ბატონსაც ისეთი უფლებებია როგორც ჩვენ ამა ხო და ამას ვსაუბრობ ბატონესო რომ არ არის ეს უფლებები დაცული თუ ვიღაცას ის არ მოწონს რომ აგერ ვაჟკაცი კაცი საყურით გამოვიდა ამის გამო რომელზეც უნდა ვისაუბროთ და ამაზე წავიდეთ და მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს თუ თვითონ ვისაუბრეთ თემას ნუ გავუსვეთა სამართალდამცავ ორგანოებს მე ხომ ისი საყურე საერთოდ არა სხვათა შორის საინტერესოა ეგ თემა რომ ბევრ ჰეტერო ადამიანს აქვს საყურე კი ბატონო ჩემსაზე გაგიკვირდათ ზუსტად იმის გამო რომ ქვეყანაში ჰომოფობიის ერთი წამი გამავთვალიერებთ იმის გამო რომ ჰომოფობიის მაღალი მაჩვენებელია და იმის გამო რომ რაღაცა სტერეოტიპებს აყვებით ხოლმე ამ წუთას თქვენ პირადად შესაბამისად ძალიან ბევრი კიდე ზვიაც მეძახი ხარ ბექად ხო და კიდე ზვიაც მეძახი და რა გავაკეთო ზვიად დიდი კარგი პირად საკითხებს ნუ გადავალთ ბატონესო მე გავაკეთე განცხადება რომ საუბრობთ უფლებების დარღვევაზე რომელიც ხდება ყოველფეხის ნაბიჯზე და რა როლი აქვს სახელმწიფოს ამაზე ვისაუბრებთ სამართალდამცავ ორგანოებს და ასე შემდეგ ამაზე გავშლით თემას ბატონზე თქვენი აზრი მაინტერესებს რა აი როდესაც ვსაუბრობთ რომ ყოველფეხის ნაბიჯზე ხდება უფლებების დარღვევა არა მხოლოდ ლგბტ პირთა როგორც აი ლევანი ამბობს არამედ განსაკუთრებით ტრანსგენდერ პირებზე არის საუბარი ამ შემთხვევაში და მე სტატისტიკაც მოვიყვანო ყოველ შემთხვევაში სოციოლოგიური კვლევა რომელიც აი 2011 წლიდან 14 წლის ჩაგვთარის ჩატარებული და ფაქტობრივად არ არის გაუმჯობესების კუთხით არანაირი შედეგი არ გვაქვს თქვენ როგორ ფიქრობთ რა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოს როლი რა არის როდესაც ვხედავთ ყოველფეხის ნაბიჯზე ასე უფლებების დარღვევას ელემენტარულ საკითხებზეა საუბარი სკვერი და კონკურსი კი არაო ლევანი ამბობს ანუ ამაზე ეს მე ასე ხარისხოვანი საუბარია დასაქმებაზე ქუჩაში უბრალოდ გასვლაზე არ ვიცი ელემენტარულ ცხოვრებაზე თქვენ რა პოზიცია გაქვთ მივესალმები ჩვენს მაყურებელს მადლობა მოწვევისათვის მე ასე ვიტყოდი რომ ცოტა შორს წავალ და ვიტყვი ასე რომ სოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საზოგადოების ფორმირების პროცესი სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხია ზნეობრივი ნორმების რღვევა, უზნეობის და ავადმყოფობის დადებით კონტექსტის წარმოჩენა და მთავარი დარწმის ობიექტი ამ შემთხვევაში არის ტრადიციული ოჯახი და ეს ყველაფერი რაღაც კეთილშობილური მიზნებით, შემწყნარებლობით და თანასწორობით ინიღბება. ნუ ამ პრინციპების ძირითადად საქადაგებლად აუცილებელი ინსტრუმენტია არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების დიდ ნაწილში მე ესე ვიტყოდი რომ უფრო სიბრალულია ვიდრე აგრესია ამ ადამიანების მიმართ და უფრო აგრესია საზოგადოებაში აგრესიის ძირითად ობიექტს უფრო წარმოადგენენ ის ადამიანები ვინც თვითონ არ არიან დაუშვათ აი ტრადიციული ორიენტაციის არიან და აი დაუშვათ რაღაც ზოგი გრანტების გამო, ზოგი რაღაც პრივილეგიის გამო, ზოგირის გამო, ზოგი პარტიული იმის გამო, რო იდეოლოგიის გამო ცდილობენ აი ამ ასეთ კონტექსტში წარმოჩენას, დადებით კონტექსტში წარმოჩენას ამისას. ეხლა რაც შეეხება აგრესიას, მე ასე ვიტყოდი, მეც ბესოსნაირად წინააღმდეგი ვარ, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ძალადობის და მათ მიმართ აგრესიის, იმიტომ რომ ადამიანი თვითონ ირჩევს როგორც რელიგიას, ასევე სექსუალურ ორიენტაციას და ეს მისი უფლებაა, არავის საქმე ეს არ არის. მაგრამ სულ სხვა საკითხია იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში დგას გადაგვარების სრული ამ სიტყვის შემოღება, ხა მე დემოგრაფიული სფეროში ვარ და ალბათ ბევრს გადაგვარებაში აი რას გულისხმობთ? გაი რომ გვაღი არა პირდაპირ გადაშენების პირას დგომ ერად და ნადგურდებით როგორც ერი, აქედან გამომდინარე ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტს ენიჭება ყველაზე დიდი როლი ამ საქმეში, ხო? ანუ გამრავლების კუთხით გულისხმობ და აქედან გამომდინარე რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც დაუშვათ ამის ქადაგებას ეწევიან დადებით კონტექსტში წარმოჩენას, ამ არატრადიციული სექსუალური ცხოვრებას გულისხმობ, მიდიან მე ესე მგონია სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. მაგრამ აქ ვიტყვი იმასაც, რომ ეს დანაშაული ჩაიდინა თავის დროზე ქართულმა ოცნებამ
როდესაც მიიღო ანტიდისკრიმინაციულ კანონში, როდესაც ჩაიწერა სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა. კი, აუცილებლად გენდერული გადავალ მაშინაციასთან. კარგი. იმიტომ რომ ძალიან არასწორი ინფორმაცია ისაუბრა გენდერული იდენტობა. და აუცილებლად მე ხوار გაწყვეტილებდით არასდროს. კი ბატონო, არა. არა, გასაგებია რა ავადმყოფი ახსენეთ. ბექა მოგცემთ აუცილებლად. კი ბატონო, ეგ თქვენ ძალიან. კი საშუალება. შემდეგ ნათესთან გადავალ. მესეროთ არასწორია. სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ აი რას გულისხმობთ? თქვენ თვითონ ბრძანეთ ბატონზეად, რომ ადამიანი თვითონ ირჩევს, არ ვიცი, რელიგიასთან, ანუ არა, მე ვიძახი დადების და არა, მე უყურეს დადებით კონტექსტში წარმოჩენას. ანუ ბესომაც იგივე აზრი განავითარა და მეც იგივე ასვავობ. ანუ ადამიანები თუ დაუშვათ, მე ტრანსგენდერებზე არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში. ტრანსგენდერები ცოტა განსხვავებული მოვლენა და რატო ამასაც ავხსნით დრო მომეცემა. ანუ ზოგადად სექსუალური ორიენტაციის ადამიანები, ანუ არანაირი პრობლემა არ არის. ყოველთვის იყვნენ კომუნისტების დროსაც იყვნენ, ზვიად გამსახურდიას დროსაც იყვნენ, სააკაშვილის დროსაც იყვნენ და არანაირი პრობლემა არ არის, კაცო, იმას რაც უნდა ის უკნია. რა ჩემი საქმეა? არა, მე ვიძახი სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს. რა ჩემი საქმეა იმ ადამიანს? გაქვთ თქვენს ბატონო ჩემო და არა ტრადიციული ნუ ახლა თითოეულ სიტყვაში ვარ გამომიკიდებით. ხო ხდებით რას ვიძახოთ? მოდი ასე გავაკეთოთ, რახან რაღაცა ისეთ თემებზე საუბრობთ. არა, უბრალოდ რეპლიკა ბექა მოგცემთ მას საშუალებას. მოკლედ, ჩვენ ახლა ეხლა რატო ზღუდავ ჩვენს უფლებას? არა, მე თქვენს ჩვენ დროში ხო არა, ბატონო, სხვა რაღაცას ვაპარაკობ. მივხვდი, რა ისიც ქვაც უნდა მივხვდი, რომ იმენით ვისაუბრო, რა ენით დაბრუნებულია მათში. როდესაც ვამბობთ სიტყვას ავადმყოფს, როდესაც ვამბობთ სიტყვას სექსუალურ ორიენტაციას, როდესაც ვაპარაკობთ გენდერულ იდენტობას, ანუ ამ სიტყვებს აქვს თავისი მეცნიერული მნიშვნელობები და უნდა ვილაპარაკოთ, ანუ ამ შესაბამისი კონტექსტი. ავადმყოფობასთან დაკავშირებით, ახლა მორალზე კიდევ შეგეძლოთ გესაუბროთ, მაგრამ ავადმყოფობასთან დაკავშირებით თან ავადმყოფობასთან დაკავშირებით ლაპარაკობდით სექსუალური ორიენტაციის კონტექსტში. მე რო ჯერ არ დამიმთავრებია. არა, ავადმყოფს ვერ დაგამსხულებინეთ უკაცრავად. ავადმყოფობის შესახებ საუბარს არასწორია მეცნიერულად. გეტყვით რატო? არსაუბრობთ სწორად და გეტყვით რატო? სექსუალური ორიენტაცია თქვენ რას დაარქმევით? ისო ბექა, რას დაარქმევით? ბონდო. სექსუალური ორიენტაცია 26 წელიწადია. შენ ბავშვობიდან გეი ხარ? 26 ანუ წელიწადია ბავშვობიდან სექსუალური ამ ორიენტაციას ხარ მე შეიცვალა. შენ ბავშვობიდან ეტევა ხარ? კი. კი. ოკეი, მე ანუ შენც თუ ხარ, ესე იგი მეც ვარ. არა, ხო შეიძლება ხა მე ადამიანები ოჯახი ყავდათ, სოშვილი ყავდათ მე. რატო გწინთ ვერ გავიგე? არა, ესე თუ ყველაფერზე ცინიკურად გასხოთ ხა. სინიკურად კი არა. სინიკურად კი არ ვსაუბრობ. მე შევდივარ თქვენ მდგომარეობაში. მე შევდივარ თქვენ მდგომარეობაში, თქვენ გიდათ ხმები, თქვენ ახლა ამ წუთას მოსული ხართ აქ, რომ 5%-იანი მაჩვენებელი, რომელიც გაქვთ გაზარდოთ და შესაბამისად ამიტომ საუბრობთ. ჩვენ ხმები როგორ არის? ზიადი არ არის პოლიტიკური ბექასთან არ მაქვს ამ შემთხვევაში ინტერვიუ, რომ შემდეგ განვიხილოთ ეს ყველაფერი. ანუ არა, მოდი მე დავამთავრებ რა. მე ხო არ დამიმთავრებია. კარგი, დაასრულეთ შემდეგ ბექა და ნათიასთან უნდა გადავიდე. ანუ მე როდესაც ვახსენე ეს მე ვითვალისწინებ იმასაც მე ვიცი მთელი ისტორია როგორ მოხდა და რა მოხდა. ეს იყო 1991 წელს ამერიკის ასოციაციამ ამოიღო ბოდიში 77 წელს ამოიღო მან სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და მე ამერიკის ორგანიზაცია ხო? არა, ტყვილი. რატო ტყვილი? იმიტომ რომ ამერიკის ორგანიზაცია 77 წელს ფსიქიატრის ასოციაცია შეთანხმდა რომ სექსუალური ორიენტაცია არა ავადმყოფობის წინიდან ამოიღო ავადმყოფობის წინიდან არისო აშილი ო იგივე სამო მე რა 91 წელს ერთი წამი არა იმიტომ რომ სხვა ორგანიზაციებში საუბრობთ ახლა და თქვენ ახლა ამ წუთას ავითარებთ შეთქმულების მიც რომელიც არის რუსული ნარატივი რა რუსული ნარატივი თქვენ ჟურნალისტი მოდი რა ინფორმაცია უნდა გქონდეს ზედმეტები მოგდი ერთი წამი არაფერი ზედმეტი არ მე გამეცი პასუხი კაცო არა დავამთავრო ეხლა მე ხო არ გეჭირები ჩემ შესახებ თქვენ ნუ საუბრობთ რა შესაძლოა კი არა მაყურებელს ვესაუბრე შენ საერთოდ არ გესაუბრე ჩემი ძვახარ ეხლა დავამთავრებ მე არ გეჭირებოდი არჩენ და არჩენ მეგობარს ეხლა კეთილი ნებე და მისმენია ბატონ ზვიად დავასრულოთ ხო არა მე უნდა დავასრულო და რა გამწეს პასუხი თუ აღარ დავამთავრებ ისმე არის თუ არა მეჭრები ყოველ სიტყვაში და კიდე მაგას შენ მეუნები ბატონ ზვიად ყველა საკითხს ერთად ვერ ვისაუბრებ დაასრულეთ უბრალოდ რო ბევრი გვაქვს კიდევ ვისაუბროთ სხვა თემებზე რომ მივცეთ სხვა სტუმრებსაც საშუალება ხო და თუ წაიკითხავენ არ ვიცი მე ბატონებს საკითხული აქვს თუ არა და სხვაებიც ჩარს
მარკ ზუკარბერგის და ირვინგ ვაიბერის ნაშრომებს, რომელიც იყვნენ მაშინდელი ფსიქიატრთა ასოციაციის წევრები, პირდაპირ თქვეს თუ როგორ მოხდა ამის დაავადებათა სიდიდე ამოღება შანტაჟით, LGBT თემის მხრიდან, შანტაჟით. ტყუილია. გამეცით, მაგრამ 77 წლის შემდეგ ჩატარდა მილიარდი კვლევა 21 საუკუნის მედიცინაზე საუბრობთ თქვენ. ეხლა რა გავაკეთოთ? შეცდომაში შეყავთ. შეცდომაში კი არ შეყავთ ამ არხის მაყურებელი ადამიანები, რომლებსაც ეკონომიკური გაჭირვება აქვთ, რომლებსაც შეიძლება იმ ენაზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ, დიდი კონტექსტი არ ქონდეს და არც Google-ზე მიუწვევებიანია ეს თქვენთვის. არც Google-ზე მიუწვევებთ. რა არის წაგებიანი შეთქმულების თეორია? რომელი შეთქმულების წიგნები არსებობს ამერიკაში? ორგანიზაცია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლითაც თქვენ კურნალობთ გასტრიტს, გულის პრობლემებს, გრიპს, კაციებას. რა გულის პრობლემები? ადამიანები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინებით სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში კურნალობენ ავადმყოფობას. არა, უკაცრავად. თქვენთვის წამგებიანია და იმიტომ რა. წამგებიანი კი არა, წამგებიანი არის შენთვის, იმიტომ რომ არ იცი და ისე საუბრობ. მოდი ჯერ თქვენობით უკაცრავად, ბატონ ბესო, ძალიან გქონდ, მოგცემთ დროს, დრო გვაქვს ძალიან. არა, მე არ დამთავრებია, მაყურებელმა უნდა იცოდეს სიმართლე. მაყურებელმა უნდა იცოდეს სიმართლე. სიმართლე, მაშინ სიმართლე. არ ლაპარაკობთ სიმართლეზე, როგორ უნდა იცოდეს გითხარი ბექა არ საუბრობ სიმართლეს გამეცი პასუხი და მაცადე მე თუ არ საუბრობ მაყურებელმა გადაწყვიტა ასეთებია დისკუსიის რეჟიმი გვაქვს ამიტომ მივეცი მე ბექა საშუალება ბატონს რეჟიმი არ არის ყოველ შემთხვევაში 1000 რამეს ამბობდა და არ მომეწონა არც ერთი და არც მეორე ჩავეჭერი ვიჟეტი ჩუმად ხო გადაახვიდე და ნახე ნათია გველდება დიდი ხანია ღვინიაშვილი და მინდა რომ ეთერში შემოვყვანო რომ ჩვენ სტუდიაში ვართ საკმაოდ დიდი ხანს კიდე ნათია ღვინიაშვილი იქნება და კიდე მეტი არავინ გიცმე დაასრულეთ უბრალოდ გველოდება ეს ადამიანი ძალიან დიდი ხანს წაიკითხო აი ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან ბევრი დიასპორა ყავს სერიოზული ეხა ეს წიგნი აქ არის შოუება და სხვა ქვეყანაშიც არ არის. იმიტომ რომ LGBT თემა ყველა ღონე იხმარა რომ ეს წიგნი ამოეღოთ საერთოდ გაეგროთ, დაეწვათ, გადაეშენებინათ. ჩარლზ ზუკარბერგის და ირვინგ ვაიბერის ნაშრომი 1977 წელს აი ამ პროცესების მონაწილე პროფესორები არიან, ინტერნეტშიც არსებობს რაღაც მასალები. ისინი პირდაპირ იძახიან თუ LGBT თემის შანტაჟით, მოსყიდვით, მოგხთამით ну ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველანი ცდილობებით ამოიღეს, არა, პირდაპირ საკითხია რომ ამოიღეს ავადმყოფობა და სიით. არა, უკაცრავად. რასპია სიმართლეა და უკაცრავად ვიძახო. ამ შემთხვევაში ხა თეორიულ ნაშრომებს ეგ არის თავარი, დანარჩენი არის ლაილაი. რა უნდა გაეცნოს ამ ნაშრომს, რას ნიშნავს? ჩვენ უფლებები დავარღვიოთ ამ ადამიანების, ანუ რა. არა, ეს რაშუაშია, მეგეონები ავადმყოფობა ამიქი და ამოიღეს. რატო როგორ ანუ ითხოვდა რეპლიკას თუ შეგიძლია რომ ძალიან მოკლედ ვთქვა და მაშინ ნათიასთან გადავაცოთ კი ბატონო და აუცილებლად დაგიბრუნდებით ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფიდან ნათია ღვინიაშვილი მინდა რომ შემოვიყვანო პირდაპირ ეთერში ნათია მოგესალმებით მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხარ და გვერდთვებით პირდაპირ ეთერში მე დასაწყისში არაერთხელ აღნიშნე ჩვენ საუბრობთ უფლებების დარღვევის ფაქტებზე რომელიც ხდება ყოველ ნაბიჯზე და იმ პრობლემებზე აი რაზეც დასაწყისში მაგათად ლევანი საუბრობდა კონკრეტულად რამდენიმე პრობლემა დაასახელა შემდეგ ბექამად დაამატა რა პრობლემები აქვს დღეს LGBT პირთა პრობლემებზე საუბრობთ განსაკუთრებით ამ შემთხვევაში იყო ტრანსგენდერ პირების პრობლემებზე თქვენი ინფორმაცია რა პრობლემები აქვს დღეს ამ ადამიანებს და როგორი შეიცვალა თუ არა ნათია ბოლო წლების განმავლობაში განწყობების საზოგადოებაში თქვენ თუ ხედავთ რაიმე ცვლილებას ან უკეთესობისკენ ცხადია ამას გულისხმობ. კეთილი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ვიტყვი რომ იმედი არავინ არ შემაწყვეტინებს, იმიტომ რომ შემიძლია რომ პირდაპირ ეთერში გარანტიას, იმიტომ რომ ჩართვაზე ხართ და კი ბატონო, შემიძლია პირდაპირ ეთერში გიმღეროთ კიდეც მშვენივრად მაგ ხმისიოგები დამუშავებული, ამის პრობლემა არ არის. ბატონო, ეს სტუდიაში არ არის სტუმარი და მივცეთ საშუალება რომ კი ბატონო, პირველ რიგში ასევე ვიტყვი ტრანსგენდერი ადამიანების სახელობის სკვერთან დაკავშირებით, რომ ეს არის გიორგი ტატიშვილის ინიციატივა, რომელსაც კატეგორიულად ვემიჯნებით არასამთავრობო ორგანიზაციები, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის ცნობილი პროვოკატორი და ჩვენთვის უცნობია პრინციპში ვის ინტერესებს იცავს და ვისზე მუშაობს ან ასე შემდეგ, ამიტომ ამ თემას არც კი შევეხები. ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ის ყველა ის ღონისძიება, რომელიც კანონის ფარგლებში ჯდება, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ბუნებრივია, უნდა ტარდებოდეს, მას არ უნდა ეშლებოდეს ხელი, თუნდაც მუქარის გამო, ან თუნდაც ხო ვიღაცის განწყობების გამო. და ეს განწყობები ზუსტად თქვენ რაც იკითხეთ, არის საკმაოდ ცუდი და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა უკეთესობისკენ შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონის მეშვეობით,
სახელმწიფოს ფაქტობრივად არაფერი არ აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ საზოგადოებაში უმცირესობების მიმართ ზოგადად და იგულისხმება აქ არა მხოლოდ LGBT ადამიანები, არამედ იგივე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიც, სახელმწიფოს არაა გაკეთებული არაფერი იმისთვის, რომ საზოგადოებამ შეიცვალოს განწყობა ამ ადამიანების მიმართ. ის კი არა ქალების და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ არსებობს ცუდი დამოკიდებულება. როდესაც ბატონები საუბრობენ იმაზე, რომ აი მიმართოს პოლიციას და რაღაცა პოლიციელი მეორე არგუმენტი, რასაც ვაწყდებით ხოლმე და რაც სამწუხაროდ სიმართლე არის, პოლიციელი არის ამ საზოგადოების შვილი და გარკვეულწილად ყოველთვის იზიარებს იმ განწყობებს, რაც საზოგადოებაში არსებობს და გაზიარებაში იგულისხმება ის მიხედვით არ რეაგირებს. მაგალითად, პოლიციელს შეიძლება ნაკლები мотиваცია გამოავლინოს იმისი, რომ მსხვერპლი ან დაზარალებული თუ მისი სექსუალური ორიენტაცია ან გენდერული იდენტობა ხდება ცნობილი, რომ ის დაიცვას. ან ჩვენთვის არის მაგალითად იგივე ქალების თემაზე რომ გადავიდეთ, ოჯახში ძალადობაში ან მოძალადე პოლიციელების შესახებ რაც ასევე კანონით არის დარეგულირებული, მაგრამ ის პოლიციელი კონკრეტული იზიარებს ქალების მიმართ საზოგადოებაში გამოეფებულ განწყობას. ანუ ეს განწყობები არ განსხვავდება ჩვენ შემთხვევაშიც. ანუ პოლიციელის გარდა მექანიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. იქნებოდა ის, რომ სახელმწიფო ზოგადად ქონოდა სიძულვით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ მათი პრევენციის და ამას ახალხო დამცველიც ამბობს თავის ახალ ანგარიშში. ზუსტად კი პრევენციაზე უნდა იყოს საუბარი. ანუ ჩვენ მხოლოდ იმაზე კი არ უნდა რეაგირებდეთ, რაც უკვე მოხდა. ჩვენ უნდა ვიკვლევდეთ იმას, თუ რატო ხდება ეს. ანუ როდესაც ადამიანს ესხმიან თავს რაღაცის გამო, ან განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენენ მის მიმართ, როგორც ზიზი შეყელაძის შემთხვევაში იყო, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის ტრანსგენდერი, გეი ან ლესბოსელი, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. რეალურად ადამიანებს დღესდღეობით და დღეს აი სტუდიაში გამართულმა დისკუსიამ დაასრულებ უცებ ასევე ცხადყო ის, რომ ადამიანებს არ აქვთ ადამიანის სექსუალობაზე და გენდერზე ადეკვატური ინფორმაცია, რაც ძალიან ფართო манипуляციების საშუალებას იძლევა სამწუხაროდ. სწორედ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. აღარ ვისაუბრებ იმ ძალადობაზე და დისკრიმინაციაზე, რასაც უკვე ისაუბრეს ბექამ და ლევანი. სახელმწიფოს როლზე, როდესაც არის საუბარი დღეს რომ გავეცანი მასალებს, ძალიან ბევრგან შემხვდა, რომ აი სახელმწიფოს როლი არის ამ საქმეში მნიშვნელოვანი, რომ აი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან კეთდება ისეთი ტიპის განცხადებები, რომელიც კიდევ უფრო ხელს უწყობს ჰომოფობიური განწყობების გაღვივებას ზოგადად საზოგადოებაში. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ აი არსებულ სიტუაციაში? არ ვიცი, თუ აქვს რაიმე ბერკეტი, არ ვიცი ხა საზოგადოებრივ განწყობებზე როდესაც საუბრობთ, რა უნდა გააკეთოს, რომ მაქსიმალურად იყოს ამ ადამიანების უფლებები დაცული. კი ბატონო, გარდა იმისა, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული მექანიზმები, რაზეც ვისაუბრეთ, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ნულოვანი ტოლერანტობა ესეთი ტიპის დანაშაულებზე. ანუ დანაშაულები, რომლებიც ეხება მოწყვლად ჯგუფებს კონკრეტულად, რა, მათ შორის ქალებს, LGBT ადამიანებს, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს და ასე შემდეგ. რასობრივ უმცირესობებს და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ ასევე ის კონტექსტი, რაც გვაქვს. ანუ ჩვენ ვართ რეალურად პოსტსაბჭოთა ქვეყანა. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჰომოსექსუალობის და LGBT ზოგადად თემა გამოიყენება პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. ანუ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ყოველთვის ცდილობენ, რომ ამ თემის ირგვლივ მაგალითად მოახდინონ ელექტორატის მობილიზება, დაპირდნენ რაღაცებს, აი ამ კუთხით მაინც და მაინც ამორჩეულს, იმიტომ რომ სხვა კუთხით ვერაფერს ვერ შვებიან. ანუ როგორც წესი ეს პოლიტიკური ძალები არიან ხოლმე საკმაოდ ესეთი რა, სოციალურად და პოლიტიკურად ბანკროტები, ასე ვთქვათ, ხო? სხვას ვერაფერს ვერ სთავაზობენ. ეს არის ის პოლიტიკა, რაც ჰქონდა საბჭოთა კავშირსაც, ანუ ჰომოსექსუალობის, მე შემიძლია თქვენი ხმა თავისუფლად გადავფარო, ანუ ყველას ინტერესებში არის რომ დამაცადოთ საუბარი. ყველას ინტერესებშია რომ დამაცადოთ საუბარი. მე არ გავჩერდები, იმიტომ რომ არ მოვითმენ, როცა მეჩრებიან და მაწყვეტინებენ. ჩართვაზე არის ნათია და ძალიან რთულია ასე დროს არ დავუშვებ, რომ ჩემი ხმა გადაიფაროს. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ ჩემი ხმა გადაიფაროს. ქალის ხმა ამ ქვეყანაში დაასრულეთ და აუცილებლად მივცემ საშუალებას ბატონ ბესოს რომ შეკითხვა დაგისვათ. დაასრულეთ. რაზეც მე ვსაუბრობ არის ის,
ის რომ რაზეც მე ვსაუბრობ არის ის რომ საბჭოთა კავშირის დროსაც მუხლი ჰომოსექსუალი კაცების მიმართ სისხლის სამართლის მუხლი გამოიყენებოდა დისიდენტების პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ და არა იმდენად გეი კაცების წინააღმდეგ. დღეს საქართველოში ეს არ არის კრიმინალიზებული, მაგრამ პოლიტიკური სპექტრი იყენებს ამას სხვანაირად. ამიტომ პოლიტიკოსებმა განსაკუთრებით მათ, ვინც არის მთავრობაში, უნდა გააკეთონ, უნდა წავიდნენ დათმობაზე, არ უნდა გამოიყენონ სიძულვილის ენა და ეს მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას ჩვენს უფლებრივ მდგომარეობაზე. თუ ბატონს როგორც ჩანს კრემლიდან აქვს პირდაპირ დავალება მიღებული და გირჩენიათ დამასრულებინოთ საუბარი რა. კი ბატონო გისმენთ. დაასრულეთ ნაცია. იმის მინდა რომ პოლიტიკოსებმა უნდა დათმონ ან გამოუხეთ ამ კაცს მიკროფონი ან მე გავდივარ რა. უკაცრავად ბატონო მე ვარ ამ განაცემის წამყვანი და თქვი დასაწყისში რომ ეს ადამიანი არის ჩართვაზე, შესაბამისად ის ფიზიკურად უბრალოდ ვერ შემოვა ვერ პოლემიკაში თუ გაქვს შეკითხვა დამასრულებინეთ. ბატონზეა ძალიან გთხოვ დამასრულებინეთ. თუ გაქვს შეკითხვა მოგცემთ აუცილებლად თითოეულ თქვენგანს რომ დაუსვათ შეკითხვა რაც შეეხება დროს ჩვენ ეთერში ვართ 11:09 და სტუდიის სტუმრებს თანაბრად გინაწილებ დროს ძალიან შეკითხვის დასმა საუბარი შეიძლება დავასრულო და მე დამისვათ ეს შეკითხვა არა ეს ადამიანი ჩართვაზე ზის და შეიძლება დავასრულო და მე არის უბრალოდ არც ერთის გისმენთ ნათია და შემდეგ უპასუხეთ ბატონ ბესოს შეკითხვას. იმის თქმა მინდა რომ ჩვენ ვართ საზოგადოება რომელიც პატივისცემს ავტორიტეტებს შესაბამისად იგივე პოლიტიკოსების გამონათქვამები ახდენს გავლენას იმაზე თუ რა მომდის მე როგორც ლესბოსელ ქალს როცა გავდივარ ქუჩაში და იდენტიფიცირებადი ვარ ვიღაცაზე ისევე რომ ტრანსგენდერს რა მოუვა როცა ქუჩაში გავა და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ პოლიტიკოსები ზოგადად განსაკუთრებით ისინი ვინც არის ძალაუფლების პოზიციაში მოეშვან დისკრიმინაციული ენის გამოყენებას ნებისმიერი უმცირესობის მიმართ. ანუ ეს არის ერთ-ერთი პოზიტიური რისი გაკეთებაც შეუძლია საქართველოს მთავრობას და პოლიტიკოსებს იმისთვის რომ ყველა ადამიანის უფლება მართლაც დაცული იყოს ჩვენ ქვეყანაში. ნათია ბატონ ბესოს მივცემ საშუალებას რომ შეკითხვა გაგიმეოროთ და უპასუხეთ და უნდა დავასრულოთ თქვენთან საუბარი. ნათია არც მიფიქრია თქვენთვის სიტყვის შეწყვეტა, უბრალოდ მაინტერესებდა თქვენ ბძანეთ რომ პოლიტიკოსები თავისი ანუ კონკრეტულად აი რაღაცა კონკრეტულ რაღაცას ახმოვანებენ ამ სექსუალური უმცირესობის მიმართ, რითიც ისინი ახდენენ ელექტორატის შემოკრებვას და ხმებს იღებენო და ანუ რა იგულისხმეთ ამაში, რითი იღებენ ხმებს? რითი შეიძლება რომ მოიგო ხალხი? არა, გეტყვით საშუალება რომ გავცეს პასუხი გეტყვით. კი, ბძანეთ, ეს მაინტერესებდა მეტი და ძალიან დიდი მადლობა რომ დამისვით ეს შეკითხვა, იმიტომ რომ ძალიან რელევანტური შეკითხვა არის. ანუ ამ შემთხვევაში ხდება მაგალითად ესეთი რაღაცა. პოლიტიკური პარტია რომელიც სხვა ვერაფერს ვერ პირდება თავის ამომრჩეველს, პირდება რომ მაგალითად კონსტიტუციაში შეიტანს ცვლილებას. ან თუ ის ვერ ასრულებს გარკვეულ დაპირებებს, თუ შეიძლება დაასრულებ. თუ ის ვერ აღწევს რაღაცა პროგრესს სოციალური პრობლემების მოგვარების კუთხით, გადადის საუბარი ამ თემაზე. ნინო ბურჯანაძის პარტია მაგალითად ასევე თავის წინასაარჩევნო კამპანიაში ძალიან აქტიურად იყენებდა ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ სიძულვილის ენას, აბამ და სექსუალური ორიენტაციის საკითხს, მას რა ქვია, ინცესტს ევროპაში მაგალითად და გავრცელა ძალიან ბევრი მითები. ინფორმაციას არ ხო, არ ვარცევთ თუ ინფორმაციას შემიძლია წყაროები დაგიდოთ, მე რომ ფიზიკურად ეთერში ვერ დავდოთ. ხო, ამ წყაროს არა. ხო და პლუს ამას, ეს არის პარტიები, რომლებიც ავრცელებენ რეალურად კრემლის პოლიტიკას საქართველოში რა. ერთი და მაგალითი არის პოლიტიკური პარტიების თემებზე ვერ გადავალთ რა. ბძანეთ, ქალბატონათი. ერთი კონკრეტული მაგალითი დამისახელეთ. რომელ ინცესტზე, რომელ კონსტიტუციაში ცვლილებებზე, ნინო ბურჯანაძის სიტყვები პირდაპირ იყო ის, რომ ევროპაში აგერ ინცესტი არის დაკანონებული და ვინ განაცხადა ეს ქალბატონო? ნინო ბურჯანაძე. ნინო ბურჯანაძე თქვა რომ ევროპაში ინცესტი დაკანონებულია და მე თქვენ, ანუ პირდაპირ ეთერში უბრალოდ წყაროს ვერ დავდებ სამწუხაროდ, იმიტომ რომ ფიზიკურად, ტექნიკურად საშუალება არ არის, თორე აუცილებლად გაჩვენებდით. კარგი, ნათია, უნდა დავასრულოთ თქვენთან საუბარი წარმატებულად. უკაცრავად. ასევე ეს თემები გამოიყენება სამწუხაროდ პოლიტიკური სპეკულაციების. ძალიან მოკლე რეპლიკას ვიტყვი, ძალიან მოკლე რეპლიკა მაყურებელს მინდა მიმართო. ნათია, მადლობა. თუ შეიძლება მაყურებელს მინდა მიმართო. უკაცრავად, ნათია, ერთი წუთით არის მის თქვენი ხმა. ბოლო რაღაცა უნდა უთხრა მაყურებელს ძალიან. მოგცემთ საშუალებას რომ ამაზე ეს გავარ ბოლო აი თემაზე ახლა ორწამიანი რეპლიკა. ორწამიანი მაყურებელს მინდა მიმართო.
ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ვართ საქართველოს ისეთივე მოქალაქეები და თქვენი შვილები, დები, მეგობრები, ძმები და ასე შემდეგ, როგორც ყველა დანარჩენი. ამიტომ სანამ ვინმეს სცემთ, უწოდებთ ავადმყოფს, გაედევნებით და ასე შემდეგ, გთხოვთ დაფიქრდით, თქვენ შეიძლება გულს ტკენდეთ თქვენთვის ძალიან ახლო ადამიანს და ამის შესახებ არასოდეს არ იცოდეთ. ეგ არის ძალიან დიდი პრობლემა. დიდი მადლობა. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფიდან ნათია ღვინიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით სტუდიაში და დავიწყებ ლევანისგან, იმიტომ რომ დროს ვანაწილებთ თანაბრად და შესაბამისად ყველა სტუმარს გაქვთ თანაბარი დრო. ამიტომ დავიწყებ ლევანისგან რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში ბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით. ჩაგრავთ. მე ჩემი გვეყანა. ვერ უტოვებ. მარიერ დაბრუნდა პირდაპირ ეთერში და ცხარე დისკუსია. შენ რა იცი რო არ ცხარე დისკუსია ეთერში გარეთაც მე რა რო გეი ვარ. მე რა. ვინ გაგიჩნდა? ბატონ ბექასი შენ რა იცი ვინ ძალიან ხოთ ეთერში ეთერს ვარ. გარეთ. პირადი საუბრები ძალიან ხოთ ეთერს გარეთ. თემა არის დაანონსებული და უბრუნდებით თემას. ლევან, თქვენგან ვიწყებ, აი ნათია საუბრობდა ჩართვის დროს სახელმწიფოს როლზე, ჩართულობაზე, მე ანონსშიც გავაკეთე ამაზე აქცენტი. ნულოვანი ტოლერანტობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს იმ ბოძალადე ადამიანების მიმართ, როდესაც აი ამ კონკრეტულად ასეთი ნიშნით ხდება ძალადობა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არ აქვს სახელმწიფოს ნულოვანი ტოლერანტობა? რატომ არ დგამს ზოგადად სახელმწიფო ესეთ მკაცრ ზომებს, რატომ არ იღებს საზოგადოების ხომ არ ეშინია? ზუსტად საზოგადოების ეშინია, იმიტომ რომ იცის რომ საზოგადოებაში გავრცელებულია სამწუხაროდ ეს ნეგატიური დამოკიდებულებები ლგბტ ადამიანების მიმართ და იცის რომ თქვათ ეს ნაბიჯები მაშინვე პოლიტიკურ დაუჭდეს ფასად, ასე ვთქვათ რა. აი ხა სტატისტიკაზე იყო საუბარი და აი ბოლო კვლევა რაც არის საკმაოდ ძველი არის 23 წლის არის, მაგრამ იმის მე არ მგონია რამე რადიკალური ცვლილებები მომხდარიყო ჩვენ საზოგადოებაში, ვთქვათ 38% ყოველი მესამე ფაქტიურად აცხადებს რომ ერთხელ მაინც გამხდარა ფიზიკური ძალადობის უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში. 99.93% აცხადებს რომ ფსიქოლოგიური ან სხვა ძალადობის ხრობლი გამხდარა უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში. აქედან 73% აცხადებს რომ ორჯერ ან მეჯერ გახდა ძალადობის ხრობლი უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ისევ. და ძალადობის სხვა ფორმებზე იყო საუბარი, მაგალითად არის ცემა, სექსუალური ძალადობა, დამცირება, შეურაცხყოფა, მუქარა, შანტაჟი. 20% მათ შორის არის ოჯახის წევრების მხრიდან. დანარჩენი არის უცნობი ადამიანების მხრიდან ან რაღაც ნაცნობების მხრიდან. ხო, საკმაოდ საგანგებო. აი სახელმწიფო სანაბექასთან გადავუკაცრავთ ბატონო. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის კამპანიის ჩატარება, ანუ აუცილებელი არის, იმიტომ რომ სამწუხაროდ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია რასთან გვაქვს კავშირი. ადამიანებს გონია და მე ვიღაც ადამიანები არა მარტო თქვათ ეს პიროვნება ძალიან ბევრი ადამიანი აუცილებს ხოლმე ამ თეორიას, რომ ეს რაღაცა შეთქმულების თეორია, მასონთა ლოჟა, რაღაც ამერიკა გვებრძვის და ასე რაღაც გარყვნილების პროპაგანდა მიდის თვითონ სოფლიოში. სამწუხაროდ არ არსებობს ინფორმაცია. მართლაც არ წარმოადგენს სექსუალური ორიენტაცია ან გენდერული იდენტობა ავადმყოფობას, უკვე კარგი ხანია. თქვათ ადრე 30 და 40 წლის წინ შეიძლება ჟღალითმაც ან რაღაცა ადამიანები მარცხენა ხელით უწევდნენ ისინი ავადმყოფობას მიიჩნეოდნენ, მაგრამ მეცნიერება ვითარდება და ხვდება რაღაცების სიმძლავრე ავადმყოფობა არ არის და ეს უკვე 50 წელიწადია დაახლოებით თუ აი ზუსტად აბსურდული შედარებები. რაც არ არის აბსურდული შედარებები. არ არის აბსურდული შედარებები, ნუ გამაწყვეტინოს თუ შეიძლება. თავში არის, იმიტომ რომ თავში არის, იმიტომ რომ მედიცინაში ისინიც ავადმყოფები ეგონათ და მიხვდნენ რომ არ არიან ახლა ავადმყოფები და შეიცვალა ეს დამოკიდებულება. კამპანიებზე საუბრობთ. ხო, რაც შეეხება, ხო, აი ზუსტად ამ კამპანიებს საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა არჩევანი არ არის. ადამიანების უცბად მეორე დღეს არ იღვიძებენ და არ ამბობენ, აი ხვალიდან მე გეი ან ტრანსგენდერი ქალი ვიქნები. ეს არის ძალიან რთული ფსიქოემოციური მდგომარეობა ადამიანის, რომელსაც ის ესე ვერ ცვლის. ადამიანები ესეთებად იბადებიან, ან ძალიან ადრეულ ასაკში ყალიბდებიან და საზოგადოებას აქვს დამოკიდებულება, რომ თითქოს ეს არის კონკრეტული ადამიანების ახირება, რაღაც უბრალოდ აი ვიღაცას მოუნდა ესე, რაღაც გარყვნილი არის და ესე მოეპრიანა თუ რაღაც აი ესე დამოკიდებულება აქვს და მე შეუჩნდებათ აგრესია ამ ადამიანს. სამდროში ესე არ არის, ესადაი მართლა ძალიან ადრეულ ასაკში, ან უცბად ყოფნის პერიოდში ჩამოყალიბებული ადამიანის ძალიან შიდა ფუძემდებლური იდენტობის ნაწილი და ადამიანები ამას ვერ იცვლიან. იგივე ეს გენდერული გამოხატულება თუ მისი სექსუალური ორიენტაცია არის
ისეთი საკითხი, რომელსაც ადამიანი როგორც აგიხსნით ვერ იცვლის და ეს ხდება მე უკვე ამ ადამიანების ძალადობის სხერფლი. ეს სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ. როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ მართლმადიდებლობაზე, მართლმადიდებლობა პირველ რიგში ქადაგებს ძალადობას, ძალადობის წინააღმდეგ, მოდიშ ეხლა სიტყვა შემეშალა. ძალადობის წინააღმდეგ ქადაგებს მართლმადიდებლობა. როდესაც ადამიანები გამოდიან მართლმადიდებლობის სახელი და მესობრებიან ამას და არასდროს არ ამბობენ ძალადობას, ეს ცოტა უკვე კითხვის ნიშანს მიჩნევს, რამდენად მიყვებიან ისინი რეალურად მართლმადიდებლობას, ხო? ვთქვათ. და აგერ ახლა აღარ მახსოვს ამ ადამიანის სახელი, ახსენა ან დისკრიმინაცია და ახსენა როგორც რაღაცა ნეგატიური მოვლენა. ანუ ადამიანები გამოდიოდნენ პირდაპირ მათ შორის ეს პიროვნება და ამბობდა, რომ ან დისკრიმინაციული კანონი არის ცუდი, ეს ფაქტიურად ადამიანები ითხოვდნენ კანონპროექტის. მაგრამ ამოღებული იყო ტერმინები, უკეთესი. ადამიანები ითხოვდნენ, რომ სამართლებრივი უფლება ქონოდათ ადამიანებზე ძალადობის და დისკრიმინაციის. სხვადასხვა რაღაცა. ადამიანზე, სხვადასხვა რაღაცა. ამ ნიშნით ვიძალდებ ადამიანზე, ამაზე თქვენ არნაირი პასუხი არ უნდა მომთხოვოთ. პირდაპირ ამბობდნენ, ამას ითხოვდნენ ეს ადამიანები რა. ეხლა მეც რაზე არის ხო ამ საუბარი? ხა პირდაპირ ადამიანები აცხადებენ, რომ მათთვის ეს უნდა იყოს მიღებული, ანუ ადამიანებზე უნდა იყოს მწვანე შუქი ანთებული, იძალადეთ. ეს არის პრობლემა. საზოგადოებას ეს უნდა შევა. იმიტომაც მინდათ ესენი პროპაგანდას ეძახიან. რეალურად ეს არის ზუსტად ეს კამპანიები, რომ საზოგადოებას მიუწევს სწორი ინფორმაცია, რომ ეს სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა არ არის ვინმეს ახირება, არ არის საიდანაც ყურიდან მოთხრეული საკითხი. ეს არის ადამიანის ძალიან შიდა, რთული ფსიქოემოციური მდგომარეობა, რომელიც არის უცვლელი და ვერც ძალადობით, ვერც და დამცირებით, ვერც ცემით, ვერაფრით ამ ადამიანს ჩვენ ვერ შევუცვლით მას ორიენტაციაზე იდენტობას. ერთადერთი რასაც ჩვენ ამას გავაკეთებთ, რომ გავხსნით ამ ადამიანის უბედურს. რაც შეეხება კიდე პატარას დავამატებდი ამ ნათიას ეს რომ გავაგრძელო, ეს მართლაც სამწუხაროდ დიდი პრობლემა არის, იმიტომ რომ კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა და მათ შორის აი რუსეთმა, პირდაპირ ვთქვათ, რუსეთმა იცის, რომ ეს საკითხები ამ ქვეყნებში არის საკმაოდ მწვავე. საბჭოთა კავშირიდან რომ მოვდივართ ეს ქვეყნები, აი მაშინ იქიდან მოყოლებული ჰომოსექსუალის იმიჯი იყო შექმნილი როგორც დასავლელი კაპიტალისტური გარყვნილი ბურჟუა წარმონაქმნი, რომელიც ჩამოდიოდა საბჭოთა კავშირში, ყვნიდა აქაურობას, რომ დაემსხვრია სოციალური მორალი და ღირებულებები და ქვეყანა. ხო, იქიდან მომდინარეობს ეს მითი. ამერიკაში პირიქით იყო. ამერიკაში იყო, რომ საბჭოთა კავშირიდან ნერგავდნენ, საბჭოთა აგენტურა, ანუ მე-20 საუკუნის განმავლობაში ესეთი მითი არსებობდა რა, ჰომოსექსუალობა გამოიყენებოდა რა პოლიტიკურ იარაღად, ასე ვთქვათ. ეს იქიდან მოდის, სამწუხაროდ ადამიანებს ამაზე ინფორმაცია არ აქვთ. იციან რა ეს რუსეთმა, კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა და იციან რა, რომ ვთქვათ, ძალიან მესმის ვთქვათ სხვა შორის იმ ადამიანებს, იმიტომ რომ საქართველოს ხარო გადავავალებთ თორც ვინ არის ხო ჩვენი მოსახლეობა გავბედურებული ადამიანები რომელსაც აი ელემენტარული შემოსავალი არ აქვს ხო აი რამდენიმე დღის წინ ვუყურებ თქვა გადაცემას და აი მოხუც ადამიანს რომელსაც აქვს ინვალიდობის სტატუსი და სახლიდან ვერ გამოდის მოუხსნეს რა ქვია შემწეობა ხა ესეთი ადამიანი რომელსაც აი აბსოლუტურად ყველანაირი რესურსებისგან მეხსოვნება არ აქვს აი რა თქმა უნდა ამ ადამიანებში არის უსამართლობის განცდა დაგროვებული და აქვს აგრესია და გამოდიან სხვადასხვა პოლიტიკოსები და იმის ნაგვეთ რომ უგორონ მართლა ამ ადამიანებს ეს პრობლემები და ფულები არ ჭამენ პირიქით პარლამენტში და ჯიპებზე არ ისხნენ პირიქით ამ ადამიანებს ვეუბნები რომ არა მე კი შევჭამ შემფულს აი ბოდიში დავასრულებ რა მე კი შევჭამ შემფულს მე კი არ მოგხედავ შენ მაგრამ ტერი მე კი არ ვარ არის აი ეს ლგბტ ადამიანი რომელიც ქუჩაში გამოდის და ის ცემს აი ეს ხატი მობილიზება ამ ადამიანებს სიტუაცია გვაქვს და შეიძლება თუ არა ეს ყველაფერი პოლიტიკურ კონტექსტში განვიხილოთ ანუ სახელმწიფოს ჩართულობაზე როდესაც საუბრობთ კი ცალსახად განტევების ვაცი, რასაც ქართულში ვეძახით, ზუსტად ამ უმცირესობები, როგორც წესი, ამ ტიპის ინფორმაციის ყურადღების გადატანისთვის, როდესაც შენ ეკონომიკური გასაჭირი გაქვს, გამოიყენება და ამ დროს უცებ გავიწყდება, რომ ის გეი, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ასევე არის იმ ეკონომიკური სიდუხჭირის მსხვერპლი და მაშინ, როდესაც თქვა ზოგადად დასაქმებაში ქვეყანაში სერიოზული პრობლემა, იმ გეის ორმაგად ექნება პრობლემა, იმიტომ რომ თუ კი ფემინურია, ესე იგი ზოგადად ბაზარზე ვერ იქნება მოთხოვნადი და აქედან გამომდინარე დასაქმებაზეც ავტომატურად დაარეჯექტებენ. ეხლა რაც შეეხება პოლიტიკურ ინსინუაციებს ამ თემასთან დაკავშირებით, აი საქმე ის არის, რომ ყოველთვის მე პირადად
და ხედავ აი ამ თამას პოლიტიკოსების მხრიდან და რაღაცნაირად ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ თუ ჩვენი პირველი გამოწვევა LGBT თემის არის რომ რაღაც ამ პარტიული ნარატივებისგან თავის დაღწევა. ანუ დაგვანებით თავი. აი ეს არის ამ ეტაპზე ხო, იყენებენ სპეკულაციებისთვის, მაგრამ ხმამაღლა პოლიტიკოსები გამოდიან ხოლმე. ანუ რეალურად არ მჯერა, მართლა არ მჯერა, იმიტომ რომ მე მყავს ბევრი მეზობელი აი უეზოშიდაც ახლა მილიონ თემაზე ვსაუბრობთ. აი არასოდეს ამ თემაზე ხა არავის ეს პრობლემა ეს ან როგორც პრობლემად არასახელებს ამას, მაგრამ როდესაც ამაზე შენ საჯარო მოხელე ხარ თუ პოლიტიკოსი ხარ და ტელევიზიით გამოდიხარ და რაღაცა აი შეიძლება ზოგჯერ უცოდინარობით, ზოგჯერ ცოდნით გათვლით ამ ყველაფერს აკეთებ არის რთული და ადგილობრივი პარტიული კონტექსტი კიდევ დამატებით აძლიერებს ამ ამბავს ეს გეოპოლიტიკური ომი, რაზედაც ლევანი საუბრობდა, როდესაც გეოპოლიტიკური თამაში არის რომ ეს რუსული რბილი ძალა რომ დასავლეთი არის, აი დასავლეთში გეები კარგად გრძნობენ თავს. ჯერ ეს თვითონ მითი არის, იმიტომ რომ ეხა პოლონეთს რო შევხედოთ, არ არის თლად ეს საქმე, ან სხვა ევროპის ქვეყნებს, ნებისმიერ ქვეყანაში არის ჰომოფობიური განწყობები, მაგრამ ადამიანები იცვლებიან, ადამიანებს უყვარდებათ, აფასებენ სხვა ხასიათის მიხედვით, მისი პროფესიონალიზმის მიხედვით, მისი იმის მიხედვით, რითაც უნდა ვაფასებდეთ ადამიანებს და არა იმისთვის, ვის გენდერული იდენტობა იქნება ერთი თუ ვის სექსუალური ორიენტაცია. და ერთი ნაწილი რაც მინდოდა მეთქვა რომ ზოგადად აი ნათიამაც ახსენა და ზოგადად როდესაც ამ თემებზე ვსაუბრობთ და მე ალბათ ვიქნებოდი უფრო მოწოდების კონტექსტში ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან გთხოვთ რომ სიტყვები რომლებიც შეიძლება თქვენს ახლობლებს, თქვენს ოჯახის წევრებს ნათესავებს, საყვარელ ფეხბურთელს, საყვარელ მომღერალს, არ ვიცი ჟურნალისტს, პედაგოგს, არ ვიცი ყველას შეიძლება ეხებოდეს ვიყოთ ერთმანეთის მიმართ უფრო სიყვარულით და არ გავაკეთოთ სიძულვილი. ეხა განცხადებებს, რომლებსაც მოისმენს 15-16 წლის ადამიანი, რომელსაც ამ ჰომოფობიურ გარემოში უწევს ცხოვრება და ვიღაცა ეუბნება ტელევიზიის ეთერით, რომ ავადმყოფია, ანუ ეს ადამიანი ვერ იქნება ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ვერ ჩამოყალიბებდა ქვეყნისთვის პირობითად სასარგებლო ადამიანად. მე არის ზალადობა მე გადავწყვეტ უკაცრავად ბატონო. ძალიან დროს ვანაწილებ თანაბრად ვიყურები საათზე. შესაბამისად ერთი წამი მე არ უკაცრავად ბატონო. დაასრულეთ ბექა. ხო, აი ეს მინდოდა ხა ასეთ რეჟიმს ცოტა რთულია, მაგრამ საერთოდ კიდევ ერთი საკითხი რომ ქართველი ხალხის ნებით ან ქართველი ხალხზე საუბრისას ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური, მათ შორის ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები და შესაბამისად ამ ადამიანებს აქვთ ყველა ის უფლება და მოვალეობა და მოქალაქეობა, რაც ამ ქვეყნის ფარგლებში ადამიანებს ეკნება და არავინაა ისე ზოგადად თავისუფალი, სანამდე ყველა არ გათავისუფლდება. გასაგებია, მადლობა. ბატონ თავისუფალ საზოგადოებას და ქვეყანას ვაშავ. ზვიაც ბატონ ბესო სახელმწიფოს ჩართულობაზე როდესაც კეთდება აქცენტი და ასეთი ფაქტები გვაქვს, რომ ადამიანებს ელემენტარულად ქუჩაში გასვლის ეშინიათ. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? აი, სამართალდამცავ ორგანოებზე როდესაც საუბრობთ და შერჩევითი სამართალი სამართალს ვხედავთ, ანუ ამ პრინციპით მოქმედებენ, როგორც აღმოჩნდა რიგ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიც. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? ქალბატონო მაია, პირველ რიგში მინდა რომ ბატონმა ბძანა რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას როდესაც ისაუბრა, ეს არის გაუბედურებული ღარიბი ადამიანებისგან, ანუ შემადგენელი ქვეყნის ესე დაასახელა, რაც შეეხება ეკონომიკურ ფონს და სოციალურ ფონს ძალიან მძიმე არის ქვეყანაში, მაგრამ ჩვენი ხალხი არის მიუხედავად აი ამ გაჭირვებისა ძალიან ღირსეული და ბედნიერი იმით, რომ ქართველები არიან ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და ამ ადამიანებს არ ეშლება და არ
შედიან შეცდომაში იმის გამო რომ მათ უჭირთ და ამ ადამიანებს ძალიან გთხოვთ შეურაცხყოფას მივაყენებთ ეს არის ძალიან არასწორი ჩემი აზრით და სიღარიბე არ არის შეურაცხყოფა მე თქვენ არ გაწყვეტინებდით სიღარიბე არ არის შეურაცხყოფა ბექა მე თქვენ არ გაწყვეტინებდით ღარიბი გაუბედურებული ხალხი არ არის ქართველები რა ქართველები არიან ძალიან ღირსეული ადამიანები ღარიბი ადამიანები მაგრამ და ადამიანებს რომელსაც ეკონომიკური პრობლემები აქვს ესე შემდეგი რაც შეეხება როდესაც აგერ ბატონმა ისაუბრა 15-16 წლის ახალგაზრდები რომლებიც გვიყურებენ ჩვენო მე მინდა რომ პირველ რიგში აქ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რომ მანიპულირება საკუთარი სექსუალური ორიენტაციით მოზარდებთან მიმართებაში და მათთან მიმართვის დროს უნდა აუცილებლად გავაკეთოთ დიფერენცირება იმის რომ 15-16 წლის ახალგაზრდებს ამ ქვეყანაში აქვთ იმის შესაძლებლობა რომ თვითონ გადაწყვიტონ როგორები იყვნენ თვითონ საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით იცხოვრონ და ის რომ აი ამ ადამიანს მოусმინონ მე მომისმინონ თუ ზიაც მოусმინონ მათ აქვს პოლიტიკურ კონტექსტზე მიპასუხეთ პოლიტიკური კონტექსტი არის საუბრობთ 15 წლის ამ გადაწყვეტას თუ რა ამაზე ლევან გაისაუბრა გააკეთა განმარტება და ნუ გავშვით რა პოლიტიკური კონტექსტი არის ის რომ ამ ქვეყანაში უმრავლესობა არ არის ესეთი როგორებიც ეს ადამიანები არიან ეს არის ფაქტი ხო და ის რომ ქუჩაში ვერ გამოდიან ეს არის ტყუილი იმიტომ რომ ეს ადამიანები აგერ ეთერში შედან საუბრობენ პოლემიკა ტრანსგენდერ ადამიანებზე აქ იყო საუბარი სექსუალური უმცირესობები ქუჩაში ვერ გამოდიან ცემენ არა ტრანსგენდერი ქალები საუბარი მათი გასაგებობის არაერთი შემთხვევა იყო ბატონბესო რასაკეთებს ამ დროს სახელმწიფო აი პოლიტიკურ კონტექსტზე დაგიხებით ამ დროს რასაკეთებს სახელმწიფო ჩვეულებრივი სექსუალური ორიენტაციის ადამიანებსაც კლავენ არაერთ და 100 ჯერ და გენდერული ამ შემთხვევაში საუბარია მიზეზზე გასაგებია მიზეზი არის ერთი ხოლმე მხოლოდ იმის გამო რომ ამ საზოგადოებისთვის არის მიუღებელი ხო და მისაღები უნდა გავხადოთ რომ ერთმანეთზე ის რომ ერთმანეთზე არ უნდა ვერასდროს ვერ გახდით არა გავხდით თემსოფლიოში იყო ეს ძალადობაზე და მკვლელობაზე კი მაგაზია ზუსტად იმიტომ რომ ეს ასაკობრივად ისევ ძალადობაზე და მკვლელობაზე მაგაზია საუბარი ერთი წუთი თემსოფლიოში ეს ძალადობა და მკვლელობა გაიზარდა მე და მიხვდა რომ ძალადობა და მკვლელობა არის ცუდი ძალადობა და მკვლელობა ცუდია ამას ხვდება არა ვერ ხვდება იმ სტატისტიკა რომ მოვაყენო სხვა სურათია სტატისტიკა რომ მოიყვანო 50 ჯერ უფრო კრიმინალური ვითარება ამერიკაში ვიდრე საქართველოში ხო და მე რა შუაში არის მკვლელობა ყველგან არის კრიმინალი გასაგებია მაგრამ მიზეზია საუბარი საუბრობთ უკაცრავად ჩვენ მიზეზი არის საუბარი რომ იყო რამოდენიმე მკვლელობა მოხდა რომ ადამიანი მოკლეს იმის გამო რომ გენდერული იდენტობის ნიშნის მკვლელობაზე საუბრობთ უკაცრავად მისი გენდერი ეს არის საბი ბერიანი და ზიზი შაკალაშვილი ორი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს ბოლოს თვითონ ტრანსგენდერმა მოკლა ამბობენ მაგაზე ვინ ამბობს პოლიციაში გამოძიება დაწყებული არის ერთი ციხეში მოვიდა ვინ კლიენტთან თუ დავასრულებინოთ მოდი ბექა ბოდიში დავასრულებინოთ იმიტომ რომ გაცდით ბატონ ბესო თქვენ და საუბარს კარგით გისმენთ ბატონ ბესო და შემდეგ ბატონ ზუიათთან პოლიტიკური განცხადება რაც შეიძლება გაკეთდეს პოლიტიკური განცხადება არის ის რომ პირველ რიგში ის სიცრუე რომელიც გაჟღერდა რომ თითქოს ჩვენი პარტიის წევრები ადამიანებთან შეხვედრაზე ვაკეთებდით აპელირება სექსუალურ უმცირესობებს ეს არის აბსურდი იმიტომ რომ ჩვენ პარტიას ისევე როგორც ყველა სერიოზულ პარტიას აქვს თავისი პროგრამა და ჩვენს პროგრამაში წერია რომ ამ ქვეყანაში უფლებები უნდა იყოს დაცული ყველა ადამიანის ეს სამართლებრივ კონტექსტში და იურიდიულ ჭრილში არის ჩვენ კონსტიტუციაშიც შავი თეთრზე წერია და თვითონ იმ განწყობებზე რომლებზეც აქ ბატონები საუბრობენ რომ ეს ყველაფერი რაც ქვეყანაში ხდება და ის რომ დაუშვათ გამობძანდებიან მამაკაცები ქალბატონის ტანსაცმელში ჩაცმულები ეს ადამიანებში აგრესია ქალბატონის ქალები არიან ბატონო ჩემო და ეხლა ვირაულ რაღაცებზე არ გესმით ეს საკითხი არ იცნობ ამ საკითხს ერთმა დამიფაროს მე საკითხი რომ მესმოდა არა ღმერთმა რატო დაგიფაროს ამ თემაზე დებატობთ და თუ ეს თემა კაცი რომელიც ქალის ტანსაცმელი გამოდის ის კაცი არა ის ხალი იმას ბიოლოგიური მოცემულობა აქვს ეგეთი ბიოლოგიური სულ დაგუგლე მაინც ნუ ბიოლოგიური მოცემულობით კაცია ხო ამბობთ ჯეჯელავა გუგული მასწავლებას მიაკითხეთ და ნახეთ ანუ უბრალოდ რო ჩაწეროთ ტრანსგენდერი ადამიანი ამოგიგდებთ რაღაც ინფორმაციას და ნახეთ და ბატონ ბესო არა ნორმალური ნორმა წარმოჩენა კაცის ხალათ გამოცხადება ეხა
ხვილია, ხარ და ამბობ გეი ვარო, ხო გასაგებია მაგრამ რას ვამბობ ტყუილს ახლა? ბიჭო, აქ არის საუბრობ, რომ მეუბნები. ბიჭო არა, რა შენი ბიჭო არა ვარ, რა მე რა. რას მეუბნები? ბატონბესო. ბიჭო, შენ მიმართავ, ბატონბესო. შენ ტრანსგენდერებს და ბატონზეა, შენ დრო აღარ რჩება. მე ბიჭოთი არ მომიმართავს და მეთქვა, ძალიან ზრდილობა იქონია და კარგი. 15-16 წლის ბავშვებს კი ნუ მიმართავ. შენ მე პრობლემები კი არ მიმართავ კაცო, ავადყოფი უწოდეთ, არ არის ავადყოფი და ბატონო, არ მიწოდები ავადყოფი, კითხვა მაგრამ მაქვს და ერთი 15-16 სიტყვით წლის მიპასუხე. ბავშვებს მე მივმართავ ბატონო, ახლა და აი ამ ქვეყანას ესდება ღირსეული ახალგაზრდობა. ნამდვილად, ღირსეული ნამდვილად. თაობა. ბიჭებო, ნამდვილად. კაცებო, თქვენ გენაცვალეთ, ღმერთმა დაგლოცოთ და იცოდეთ, კაცი არ შეიძლება იყოს ესეთი. კარგი. კაცი არ შეიძლება უკაცრავ. მოვიდეს და თქვას რომ უკაცრავ. მე მიყვარს კაცი და კაცი რას არ ნიშნავს არ შეიძლება შეიძლება? საქართველოს ერთი ყვალინდელი წუთი. ბატონბესო. ამ ქვეყნის ამ მომავლის სტუდიაში შენზე უკაცრავ. მეტი გქონდეთ თქვენ ეს არის ბატონბესო, სტუმრებთან დაკავშირებით. ეს არის შენზე მეტი გქონდეთ. ლეკა ბოდიში რა. აი, ეს არის სტუდიაში სირცხვილი და- სტუმრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვიღებ მე და პროდიუსერი. მოგიწოდეთ ერთი წუთი ლევან. ლევან დიდი ბოდიში. როგორ არის ყო ზამაიტა ანაირად არის. ქართველები დახოცა პუტინმა და მეორე დღეს ბუჯანაძე ერთად გისულობდა მოდი რა მოდი პოლიტიკაზე პოლიტიკაზეა რუსულ პროპაგანდას რა ეწევის ახლა მაგაზია პოლიტიკაზე შენი სალაპარაკო არ არის შემიკე შენობის ნუმელაპარაკები ესეთი დავიწყოთ რა შენები ნუმელაპარაკები შენ უწე ხარ თელი სტუდია არ ყვირი ხარ და ეხლა ჩემი ხარ კი არ ყვირი ვარ კი არ ყვირი ელი გადაცემა ვიწო ყვირი მე არ ჩვენთვის არ მიწოდი აქ მერდე მიმიწოდებია ხო ვიც მიწოდა იმას ბატონბესო უკაცრავ. შენ წარმოგიწია მე ის გავაცი ბეკას შენთვის არ მომიმართავს ეგ კონტექსტში. პოლიტიკაზე თუ საუბრობ პოლიტიკაზე საუბრობ პოლიტიკა ვისაუბრებ პოლიტიკაზე მაშინ ვისაუბრებ ტრანსგენდერებზე პოლიტიკოსი და ცუდა პოლიტიკური ქულების დაწერას ახლა მოსახლეობის ხო და სამარცხვინვარი პოლიტიკოსი მე ვსაუბრობ ქართველმა ხალხმა თქვენ ხმა არ მოგცას პოლიტიკოს ნაგავზე მოგისწროლა ლევან მადლობა. თქვენ ხართ უვარგისი პოლიტიკოსი მადლობა. ქართველმა ხალხმა თქვენ გითხრათ და ხალხი იტარას მოგისწროლათ პოლიტიკურ სანაგვეზე ნაგავი ხარ პოლიტიკური ნაგავი ხარ ხმას არავინ არ გაძლევს რამდენი თავი ნელაპარაკო ხმას არავინ არ მოგცემს რეკლამის შემდეგ დავსვენებ პირდაპირ. აი ხა მომისმინე შენ